ორგანიზაციებს, დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებს. 2024 წელს საქართველოში გამართულმა ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა და მათ დაშლასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო. სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებში, მათ შორის BBC-ს მიერ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე გავრცელებულ მასალებში გამოთქმულია ეჭვები, რომ აქციების მონაწილე მოქალაქეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ამგვარ შეფასებაში გამოთქმულ ვერსიებს, წარმოშობილი უთანხმოება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ კითხვებს და საჭიროებას ობიექტური და მოუკიდებელი ანალიზის. საყურადღებოა ამ საკითხზე ექიმების მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევაც, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Toxicology Reports-ში. კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკურად სარწმუნო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს მეტად აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ცვლილებები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რაც ქმნის საჭიროებას საერთაშორისო სტანდარტებით ობიექტური ექსპერტიზის. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით მოუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ქიმიური აქტებისა და ტოქსიკური აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს. მეორე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს კვალიფიციური სამართლებრივი რეაგირება, რომელიც დაეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებებს და საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს. და მესამე, ჩაატაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დაეხმაროს დაზარალებულ პირებს საუფლისაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკური შეფასება. ჩვენი, როგორც ექიმების, პროფესიული და ეთიკური ვალდებულებაა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება. უზრუნველყოთ ნებისმიერი შესაძლო მასობრივი ზიანის შემთხვევაში გამოძიება საერთაშორისო სამართლის უნივერსალური სტანდარტებით. პატივისცემის მით საქართველოს ექიმთა საზოგადოება. ეს არის მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. მე ორი სიტყვით მინდა მიმართოს საქართველოს ექიმთა საზოგადოებასაც. მეგობრებო, ექიმობა ისეთი პროფესიაა, რომ ექიმები შეიძლება მუდმივად ვერ იყვნენ პროტესტებზე, სხვადასხვა ამ მიტინგებზე და ასეთ ღონისძიებებზე და შეიძლება არ ეთანხმებოდნენ იმ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან დაუშვათ რაღაცა ქმედებებს, მაგალითად იმ მზრუნველობას აუცილებელი იყო ადამიანებზე მზრუნველობა, ვინაიდან ეს ადამიანები იყვნენ მოწამლულები და კომუნისტებმაც კი 9 აპრილს უფრო მეტად იზრუნეს 9 აპრილს მოწამლულებზე, ვიდრე ახლანდელმა ხელისუფლებამ. მაგრამ ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ ძალიან ფრთხილად გაკეთდეს განცხადებები ამ თემაზე. ვინაიდან მერე თვითონ ექიმები არ ჩავარდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მათ შერცხვეთ, ვინაიდან სიმართლე მაინც გაირკვევა და არ დაკარგონ ნდობა პაციენტებში. ამ შემთხვევაში აი ამ მიმართვას არც გავაკეთებდით, მაგრამ ჩვენ ისევ მათ იმიჯზე და ავტორიტეტზე ვზრუნავთ. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, გააკეთეთ განცხადებები ძალიან დაფიქრებულად და გონივრულად. ახლა მინდა გადავცე სიტყვა გიორგის. თქვენ ექიმების მიმართვა მოისმინეთ, ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ, რომ დაიწყოს გამოძიება და დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით.